მაინც მიეთებდნენ. აბა სად გიკეთებდნენ მაჩვენებელს? ძალიან ტიროდი. რატომ ტიროდი? იმიტომ ამირად ნამცევით ეწება, იმიტომ მჭალია. 3 წლის მარიამ სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები უთავდება. ბავშვს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად მკურნალობას არასწორად წარიმართა, რამაც გულზე კორონარული არტერიების ანთება გამოიწვია. ეს პროცესი ანევრიზმამდე მივიდა. 20 დღე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. სამწუხაროდ მარიამს ართრიტის ყველაზე რთული ფორმა დაუდგინდა. ახლა კი საუბარი არა ბავშვის გამოჯანმრთელებაზე, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებაზეა. ამ პატარა ანგელოზის კეთილმა გულმა შესაძლოა სამუდამოდ შეწყვეტოს ფეთქვა. თუ მისთვის სასწრაფოდ არ ვიშოვით საჭირო მედიკამენტებს, თურქეთის შვეიცარიის კლინიკას უკავშირდება და მხოლოდ ასე ხდება ამ მედიკამენტის გამოგზავნა. გოგონა ასევე სასწრაფოდ გადასაყვანია თურქეთის კლინიკაში გამოკვლევებზე. ამ პატარა პრინცესას სიცოცხლეს ახლა არა დღეები, არამედ წუთები წყვეტს. მარიამის სიცოცხლე დღეს $12,000-ია დამოკიდებული. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.